პისიურად დაგეგმილი და სწორად წარმართული მკურნალობა ბავშვის ჯანმრთელი მომავლის მთავარი გარანტია. ყოველ ოთხშაბათს დილის არხის პირდაპირ ეთერში თქვენს განკარგულებაში კლინიკა მზიური მედის ექიმები იქნებიან. ყოველ ოთხშაბათს ჯანმრთელი დილა მზიური მედთან ერთად. ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა, როგორც ყოველთვის დღესაც აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. ჩემი სტუმარია პედიატრი ნეონატოლოგი ნინო გორგაძე, ხოლო რაც შეეხება თემას, რა ტიპის ვირუსები აქტიურდება წელიწადის ცივ სეზონზე, რა თქმა უნდა, სიმპტომატიკა როგორია ამ ვირუსების, როგორ უნდა უმკურნალოთ, მოკლედ დეტალებზე ისაუბრებს ჩვენი სტუმარი. ქალბატონი ნინო, მოგესალმებით. მოგესალმებით ნინო, მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და კლავ გილოცავთ 2025 წელს და რა თქმა უნდა ჯანმრთელობა და წარმატებები. მადლობა, გილოცავთ და ყველა თქვენს მსმენელს ვილოცავ ბედნიერი წელი გქონოდეს ყველას. დიდი მადლობა და რაც შეეხება ვირუსებს, სეზონური ვირუსები მუსირებს და ძალიან ბევრი გწერს, ბევრს აინტერესებს თუ მაინც რა ტიპის ვირუსებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მკურნალობა და პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია და მოდით ამით დავიწყოთ. კი ბატონო, მოგეხსენებათ რესპირატორული ვირუსული და გრიპის ვირუსების გავრცელების პერიოდი, სწორედ ეს ათშების პერიოდთან არის დაკავშირებული. ზოგადად ვირუსები, რა თქმა უნდა, გვხვდება მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ გარკვეულ სეზონზე ახასიათებს გააქტიურება. დღეისათვის გააქტიურებულია თითქმის ყველა ტიპის ვირუსი, მაგრამ უფრო დომინირებს გრიპის ვირუსი, ეს არის A-და B ტიპის გრიპის ვირუსი, თუმცა გვხვდება კოვიდის ინფექციები და სხვადასხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციები. მათ ძირითადი სიმპტომატიკა თითქმის აქვთ ერთი და იგივე, ეს არის ცხვირიდან გამონადენი ტემპერატურა, ცემინება, ხველა, მაგრამ სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციებისგან განსხვავებით, რომელიც არის დაახლოებით 200 სახელის, გრიპის ვირუსს უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. ეს არის განსაკუთრებით ეხება A-და B ტიპის ვირუსებს, რომელიც ახლა არის ფართოდ გავრცელებული. დიახ, აი მძიმეში ან მიმდინარეობაში რა იგულისხმება? ზოგადად რესპირატორული ვირუსები და გრიპის ვირუსები მიმდინარეობს ზედასასუთხგზების და ქვედასასუთხგზების დაზიანებით, რაც ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს მოიცავს, მაგრამ როდესაც გრიპზე ვსაუბრობთ, აქ არის უფრო მაღალი ინტოქსიკაცია. შეიძლება იყოს უფრო მაღალი ტემპერატურა, საერთო სისუსტე, ღებინება, გულისრევა, სახსრების კუნთების ტკივილი და ყველაზე ესეთი მძიმე გართულება, რომელიც გრიპის ვირუსს სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციებისგან გამოარჩევს, ეს არის ქვედასასუთხგზების ინფექცია, კერძოდ ბრონხიტი, პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება. კი ბატონო, და რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა მკურნალობა, ხო, როგორ უნდა ვუმკურნალოთ ვირუსულ ინფექციებს და როდის არის აუცილებელი ვიზიტი ექიმთან? ზოგადად ვირუსულ ინფექციებს პირველი 2 დღის განმავლობაში შეიძლება ბინაზეც მართოთ, მოიცავს რეჰიდრატაციულ თერაპიას, ანუ მუდმივად 5 წუთში ერთხელ უნდა მივაწოდოთ სითხე, ელექტროლიტები, კომპოტები, ახალი დამზადებული, რა თქმა უნდა, უშაქრო და მისცეთ სისხლის დამწევი, ეს იქნება აცეტამინოფენი თუ იბუპროფენი, ხო? თუ მე ამას ახლავს თან ისეთი უმართავი ტემპერატურა, ბავშვის საერთო სისუსტე, მივარდნილობა და თუ არის დამატებით ხველა, რა თქმა უნდა, უკვე უნდა მივმართოთ პედიატრს. კი ბატონო, და იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ სუსტი იმუნიტეტი უფიქსირდება ბავშვს, აქცენტი მინდა ბავშვებზე გავაკეთოთ, ან დაუშვათ ქრონიკული დაავადების მატარებელია, ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ და პრევენციაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ზოგადად პრევენციაზე ვისაუბრებთ, მაგრამ აი ამ დაუშვათ კატეგორიაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ასეთ კატეგორია, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ და რეკომენდებულია ვიზიტი პირველ ან მეორე დღესვე, რადგანაც შეიძლება ასეთ პაციენტებში სწრაფადვე მოხდეს გართულება. ანუ მუდმივი კონტაქტი, სატელეფონო კონტაქტი უნდა ვიქონიოთ პედიატრთან. გასაგებია და რაც შეეხება გავრცელების გზებს, ხო? რესპირატორული ვირუსები უმეტესწილად მაინც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, მაგრამ აი იმ პრევენციაზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება, რა თქმა უნდა, პრევენცია არის იმის წინაპირობა, რომ ნაკლებად მოხდეს ინფექციის გავრცელება.
ბატონო, პირველი პრევენცია რაც არის გრიპის ვირუსის, ეს არის ვაქცინაცია, რომელიც ოქტომბრის ბოლოს უნდა მოვახდინოთ ვაქცინაცია, რათა ბავშვები უკვე მომზადებულები შეხვდნენ ამ აქტიურ პერიოდს. მეორე შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ოთახის ხშირი განიავება და სწორედ აი რესპირატორული ვირუსული და გრიპის ვირუსების გავრცელება უკავშირდება აციებას, იმიტომ რომ ხშირად აციებასთან ერთად არ ხდება ისეთი ხშირი განიავება ოთახის, ხო? დიდხანს უხდებათ ადამიანებს ერთ სივრცეში ყოფნა და შესაბამისად გადადების რისკებიც უფრო გაზრდილია. გასაგებია და რაც შეეხება ტემპერატურის მართვას, ხო, ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურაც და ძალიან ხშირად მშობლები ნერვიულობთ აქედან გამომდინარე. და თუ დავუშვათ მედიკამენტს არ ექვემდებარება ტემპერატურა და ვერ ხდება, მოდით ასე ვთქვათ, სიცხის დაგდება, ხო? რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ? რა თქმა უნდა გამოვიძახოთ ან სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ან მიმართოთ ჩვენს პედიატრს, უნდა სითხეები მივაწოდოთ, რომ რეჰიდრატაცია არ მოხდეს და შეიძლება თქვას, რომ ამ შემთხვევაში მაინც დამოუკიდებლად გადაწყვეტილება არ უნდა მივიღოთ, რადგანაც შეიძლება რაიმე სერიოზულ გართულებასთან მქონდეს საქმე. თუმცა ძირითადად ვირუსული ინფექცია დასაწყისში, რა თქმა უნდა, მიდის მაღალი ტემპერატურით და ზოგადად ტემპერატურა არ არის საშიში, თუ ამას მშობელი მშვიდად შეხვდება მიაწოდებს საკმარისი რაოდენობით სითხეებს და მისცემს სიცხის დამწეს, ძირითადად ექვემდებარება. ეს იშვიათი გამონაკლისი, როდესაც ტემპერატურა უმართავია, რა თქმა უნდა, ჯობია კლინიკას მივმართოთ. დიახ, აი რაც შეეხება კიდევ ერთ-ერთ უკვე გავრცელებულ მეთოდს, ეს არის დავუშვათ წყლით გაგრილება, ხო? რამდენად მისაღებია ეს? როგორ არის იცით, ამ დროს უნდა ვაკონტროლოთ პერიფერიული სპაზმი ხომ არ გვაქვს ეს ვლინდება კიდურების, ანუ რამდენად თბილია თუ ცივი. თუ ცივია კიდურები, ამ დროს გაგრილებას არ უნდა მივმართოთ, ვინაიდან უფრო ეს პერიფერიული სპაზმი გაღრმავდება და შეიძლება წლამდე ასაკში კრუნჩხვაც კი განვითარდეს. ამიტომ პირველ რიგში ბავშვის კომფორტის შესაბამისად უნდა მოვიქცეთ. თუ ბავშვს აქვს სიცივის შეგრძნება, აქვს ცივი კიდურები, ხო? აუცილებლად უნდა გავათბოთ. თუ არის გაცხელებული თელი სხეული, ანუ ხელები, ფეხები და სხეულის ყველა ნაწილი, რა თქმა უნდა შეიძლება გაგრილებასაც მივმართოთ, თუმცა ნაკლებად ეფექტურია. ძირითადად არის სიცხის დამწევი და სითხეების მიწოდება. კი ბატონო, და აი პერიფერიული სპაზმი ახსენეთ და მაინც უფრო რომ დავაკონკრეტოთ, კარგად ავხსნათ, რა იწვევს პერიფერიულ სპაზმს და რა შეიძლება, როგორც თუ მართავი პროცესი დაუშვათ, განვითარდეს პროცესები, თუ არ მივაქციეთ ამას ყურადღება. კიდურების სიცივის შეგრძნებით, რომ დავადებთ ხელს, არის ცივი კიდურები, ამ შემთხვევაში სისხლის არათანაბარი გადანაწილება ხდება და ის რომ განვითარდეს კრუნჩხვა არის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით წლამდე ასაკში. ამიტომ მშობლებმა განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, ვიდრე ტემპერატურულ ციფრებს, ასე ვთქვათ. დიახ, კი ბატონო, და როდესაც გვესმის კრუნჩხვა, ბუნებრივია, ასე თუ ისე, რაღაცა შიშის გრძნობა გვიპყრობს, რომ მით უმეტეს, რომ ვისაც ახლა პატარები გვყავს, დაუშვათ და განვითარდა კრუნჩხვა. რას ვაკეთებთ, სანამ სასწრაფო დახმარება მოვა, იმიტომ რომ ძალიან რთულია, ხო, ამის ყურება. ამ შემთხვევაში ძირითადად ეს ამ დროს, როდესაც ტემპერატურის ფონზე ვითარდება კრუნჩხვა, ვეძახეთ ჩვენ ფებრიულ კრუნჩხვას, ანუ მაღალი ტემპერატურის ფონზე განვითარებას და ძირითადად გამოსავალი კეთილსაიმედოა და ძირითადად სანამ სასწრაფო მოდის, ბავშვები თვითონ გამოდიან ამ მდგომარეობიდან. თუმცა რა თქმა უნდა, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. და რაც შეიძლება გავაკეთოთ ისე რომ არ მოხდეს ასპირაცია, ბავშვი უნდა გავაღოთ კარები და ბავშვი არ უნდა იყოს ზურგზე დაწოლილი, გვერდზე უნდა ჰქონდეს თავი გადატრიალებული. და აი რამდენ ხანს გრძელდება დაახლოებით და რამდენ ხანში გამოდის ბავშვი მდგომარეობიდან? რამოდენიმე წუთი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ეს თუ ხანგრძლივია, ნუ რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ორგანიზმში მნიშვნელოვანი ძიმე დარღვევები ვითარდება და მშობელის რა თქმა უნდა ამ დროს პარალელურად შესაბამის ღონისძიებებს ატარებს და მიმართავს კლინიკას. და გარდა იმისა, რომ გვერდით უნდა დავაწვინოთ, ამის გარდა ჩვენ ვერაფრით ვერ დავეხმარებით ბავშვს. ვერაფრით ვერ დავეხმარებით სამწუხაროდ. და ალბაჯანგბადი, ხო? ჰაერი მივაწოდოთ. დიაზეპამი, რომელიც სამწუხაროდ ხშირად მშობლებს არ აქვს სახლში.
და ამ დროს დავშვათ დიაზეპამის მიწოდება, ესე იგი არის უბრალოდ ინექცია. მოხსნის სიმპტომებს კი. კი ბატონო. კარგით და ისევ დავუბრუნდეთ ვირუსულ ინფექციებს. ჩვენ გავრცელების პრევენციაზე ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა ამ დროს მკურნალობა და კვება აინტერესებს მშობლებს, იმიტომ რომ ბუნებრივია, როდესაც ვირუსი აქვს ბავშვს, როდესაც მაღალი სიცხე აქვს, არ უნდა კვება, ხო? თავს იკავებს, ჭინჭყლობს, როგორ მოვიქცეთ, რა მივაწოდოთ, თუნდაც სითხეები, იმიტომ რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს, ხო, ამის საშიშროებაც არის. კი. რა თქმა უნდა, მკურნალობის, გრიპის ვირუსი და ნებისმიერ ვირუსული ინფექციების დროს ბავშვის ორგანიზმი არის დასუსტებული, თუნდაც იმიტომ რომ ახასიათებს წყლის ტკივილი და ბავშვს უჭირს ყლაპვა. რა თქმა უნდა, უარსი ტყვის საკვებზე ამ დროს სითხეები უნდა მივაწოდოთ, ელექტროლიტები და საკვები უფრო თხიერი სახით, იოგურტები, მაწონი და ასეთი მსუბუქად გადასამუშავებელი საკვები. კი ბატონო და რაც შეეხება ელექტროლიტებს, ესეც საინტერესოა, აუცილებელი თუ არა, აუცილებელი არის თუ არა ელექტროლიტების მიწოდება. თუ ახლავს ღებინება, რომელიც დავშვით გრიპის ვირუს განსაკუთრებით ახასიათებს ინტოქსიკაცია და ღებინებით მიდის, იმიტომ რომ არ მოხდეს და ელექტროლიტების დისბალანსი არ განვითარდეს, აუცილებელია ამ დროს განსაკუთრებით ელექტროლიტები კი. კი ბატონო და ყელის ტკივილი, ხო ძალიან შემაწუხებელია, რამდენ ხანს გრძელდება? ყელის ტკივილის ესე თვითკუპირებადი დაავადება, განსაკუთრებით ძირითადად ვლინდება 3-4 დღე და შემდეგ უკვე განვითარებას განიცდის. ამ დროს რა თქმა უნდა სითხეები უნდა მივაწოდოთ, როგორც ტკივილ გამახურჩებოდ შეიძლება ასევე სითხის დამწევი პრეპარატების განახევრებული დოზით მიცოთ, ეს იქნება აცეტამინოფენი თუ იბუპროფენი და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც არის ბავშვი 5 წელს მეტი, შეიძლება ესეთი მარილიანი ხსნარის გამოვლება. ეს ჭიქა წყალში ნახევარი ჩაის კუზი მარილი და ამის გამოვლენა საკმაოდ ეფექტურია. თუმცა არსებობს რა თქმა უნდა უამრავი მედიკამენტები, სპრეის სახით თუ ტაბლეტების სახით, რომელიც ამ მდგომარეობას ტკივილს შეამსუბუქებს. კი ბატონო და საინტერესოა ვირუსული ინფექციის დროს შესაძლებელია თუ არა ბავშვის ჰაერზე გაყვანა, იმიტომ რომ ბუნებრივია ხა მშობლებს გვეშინია რომ კიდევ დაუშვათ არ გაურთულდეს და დამატებით კიდე რაღაცა და სხვა ვირუსით არ დაინფიცირდეს და ძირითადად ბავშვები გამოკეტილები არიან ამ დროს სახლში. როდესაც ბავშვი აქვს მაღალი ტემპერატურა, თვითონ აქვს დისკომფორტი და რა თქმა უნდა ამ დროს ბავშვისთვის არ არის სასურველი რომ გარეთ გავუყანოთ, შეიძლება გავუყანოთ აივანზე. აივანს გულისხმობ, რომ ჰაერი დაუშვათ ჩაყაპოს. კი, აუცილებელია და ოთახის ხშირი განიავება და სველი წესით დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ ოთახის დალაგება ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო და კიდევ სპორტული აქტივობა ვირუსული ინფექცია რო დასრულდება, შეიძლება თუ არა იმ წუთშივე, იმ დღიდანვე ბავშვი დაუბრუნდეს სპორტულ აქტივობას. ორგანიზმის მოთხოვნის შესაბამისად, თავიდან რა თქმა უნდა ორგანიზმი დაუძლურებულია, დასუსტებულია, თვითონ ბავშვი შეძლებს ფიზიკურ აქტივობას. 10 დღის შემდეგ, 1 კვირის შემდეგ, როდესაც უკვე აღდგება ფუნქციები ყველანაირი, შეიძლება დაუბრუნდეს ჩვეულებრივ სპორტულ აქტივობას. კი ბატონო და კიდევ საინტერესოა ძირითადად ხო გავრცელების არეალზე რო საუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება საჯარო დაწესებულება, ეს იქნება ბაღი თუნდაც, ხო? ასე ეგრეთ წოდებული გაციებას რო ვეძახით, არა და გაციების საწინდარი, ხო, ვირუსია და რეალურად ამაზე ხშირად გვისაუბრია, გაციება არ არსებობს, ყველაფერი არის ვირუსული ინფექცია. თუმცა როდესაც სუსტი გამოხატულება აქვს, ხო, ბავშვს ხშირად ბაღში მიყავთ. და ნუ შემდეგ იმით სრულდება, რომ ურთულდებათ ამ ბავშვებს მდგომარეობა და თან უკვე ხდება გავრცელება. მშობლებს რას ეტყოდით ამ შემთხვევაში? შეიკავონ თუ არა, თუნდაც აი როგორც ამბობენ, სურდო აქვს, მეტი არაფერი და გაუვლის. რას ეტყოდით მათ? გაციება არ არის ესეთი დიაგნოზი, გაციებას იწვევს კონკრეტული რაღაც ვირუსი. ძირითადად რინოვირუსები იწვევს, რომელიც შედარებით ყველაზე მსუბუქი ფორმის მიმდინარეობა ახასიათებს და ცხვირიდან გამონადენით ვლინდება, ხო? შეიძლება ბავშვს აქვს ესეთი იმუნიტეტი, რომ რინოვირუსით მიმდინარე ინფექცია არ გაურთულდეს, მაგრამ როდესაც ის მიდის ბაღში, ხდება ბავშვი, რომელსაც თუნდაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, ან არის ახალი გამოჯამრთელებული და შეიძლება სხვა ბავშვს უფრო მეტად გაურთულდეს. ამიტომ როგორც ჩვენ შვილებს, ასევე უნდა გაუფრთხილდეს სხვა ბავშვებსაც, რომ თუ ჩვენი შვილი ამას მარტივად გაიტანს, ვიღაცასთან შეიძლება უფრო რთული მიმდინარეობით განვითარდეს. გაბატონინა, ძალიან დიდი მადლობა ესეთი საჭირო საუბრისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს პატარებს ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას და
იმედი მაქვს, რომ კვლავ დაგვიბრუნდებით საინტერესო თემებით. წარმატებები და ჯანმრთელობა. ეთერში იყო გადაცემა ჯანმრთელი დილა, რაც შეეხება სტუმარს, პედიატრი, ნეონატოლოგი ნინო გორგაძე იყო ჩვენთან. საუბრის თემა კი სეზონური ვირუსები, მკურნალობა, პრევენცია. რადიო იმედის დილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას. ძალიან მალე დაგიბრუნდებით.